როგორ ჩავრთოთ B57 ტიპის ქართული წარმოების CNC რუტერის ელექტროკარადა. გვაქვს ორი ჩართვის და გამორთვის ვარიანტი. ეს არის სოკო, შეიძლება სოკო დაჭერილი იყოს და ესეც შეიძლება გამორთული იყოს. ამ შემთხვევაში პირველ რიგში ყოველთვის მოდივართ სოკოს ვატრიალებთ, ნახულობთ რომ გახსნილი არის და შემდეგ ვატრიალებთ ჩართვის ღილაკს. გავიგონებთ ჩართვის ხმას, ძრავები ჩაირთვება, პრობელერის ჩაირთვება და კონტროლერი დაიწყებს ჩატვირთვას. როდესაც კონტროლერი დაიწყებს ჩატვირთვას, დაველოდებით, გამოიტანს ეკრანზე გამოსახულებას და წერია სახლში type at start, ანუ სახლში წასვლა დაწყების დროსო რა, ანუ დანადგარი ჩართვის დროსო. შეგვიძლია ყველა ღერძი ერთდროულად გაუშვათ და ჯერ Z-ს გააკეთებს, შემდგომ X, Y, Z გაყვება რა. ასე მე ჯერ X-ს გააკეთებს, მე Y-ს, ანუ ორივე ერთდროულად X-ს და Y-ს. წესით X-ს და Y-ს ერთდროულად წავა. შეგვიძლია რომ მაგალითად მარტო Z-ი გავანულო, თქვა რაღაცა ისეთი თუ ხდება რომ ან აქ არ გამოედოს, ან მასალა თუ დევს ცუდად. პირველ რიგში მაგიტო ჯერ მიდივარ დანადგართან, ნახულობთ რამე მასალა ხო არ დევს, რაღაც ნაწილი ან ატვიორკან რაღაც ისეთი რომ არ გაიჭედოს დანადგარი. ყველაფერს ირგვლივ შევამოწმებთ, ჩავრთავ დენს, მოდივარ დანადგართან და ვაწვევით OK-ს, ანუ ყველა ღერძს გავუშვებთ 0-ში. ამას რო დავაჭერთ, ავტომატურად ზემოთ X-ს და Y-ს. აქ სენსორები აყენია ასევე, აი ეს მწვანე ფერის რაც არის. აი ეს არის სენსორი X-ის. აი აქ არის წესით სადღაც ჰქონდა Y-ის სენსორი, მაგრამ აგერ არის Z-ის სენსორი და X-ის სენსორი მექნება წესით აქ შიგნით დაყენებული. იცი სად იყო? აი აგერ არის. აი აგერ არის ჩვენი Y-ის სენსორი. როდესაც ამ სენსორთან მიდის რამე მეტალის, რკინის, როდესაც მივა ამ რკინას აღიქვამს და აჩერებს. მაგალითად აი აგერ მივიტანოთ და ნახოთ. ასე აინთება. თუ ეს სენსორი არ ინთება და თქვა და ეს დაეჯახა ამას აღარ გააჩერა, ესე იგი რაღაც სენსორს აქვს პრობლემა, ან რკინა ვერ ეხება კარგად. როდესაც ამ ყველაფერს ასე ვთქვათ, ჩავრთავთ, გამოვა ასეთი ეკრანი და შეგვიძლია უკვე ოპერირება. აქ ღილაკებით ახლა რა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ. X თუ დავაჭერთ, X-ზე წავა, X+-ზე, X- თუ დავაჭერთ, X-ზე წავა. დაჯახებით, ასე ბოლომდე რომ მივიყვანოთ, აღარ დაეჯახება. იგივენაირად აქეთ ამ ხარისას ბოლოში რომ მივა, არ დაეჯახება, იმიტომ რომ ზომები მითითებული არის. ახლა fast slow რას აკეთებს? აქ თუ დავაჭერთ, აი აგერ იცვლება speed mode, F-ზე როცა დგას, ეგ არის fast, low-ზე რო დგას, ეგ არის დაბალი სიჩქარე. შესაბამისად, თუ low-ს დავაჭერთ, ნელა გამოძრავდება, Z-ზედაც და ეს იმისთვის გჭირდება, მაგალითად მასალის ზედაპირი რო ვიპოვოთ, სად არის, აი Z-ი რო ჩამოვყავს, ხო, ჩხარა თუ მექნება, ჩხარზე თუ მეყენება. მაგ შემთხვევაში, ანუ შეიძლება დავაჯახო მასალას და მასალას ვერ დავაჯახო, low-ზე გადავრთო და ნელ-ნელა ბიჯებით ჩამოვიყვანო. თუ დიდხანს დავაჭერთ, ანუ გააგრძელებს ჩამოსვლას, თუ თითო ჯერზე დავაჭერთ, მაშინ 0.1/1000-ით დაიწყებს სიარულს. ახლა fast-ზე თუ გვიყენია 0.5/1000-ით ჩამოდის დაბლა, low-ზე თუ გვიყენია 0.1/1000-ით ჩამოდის დაბლა. ხო, ახლა კიდე რა გვაქვს? ასევე გვაქვს mode-ები, არის step mode, დისტანცია, აი დისტანციას თუ ავირჩევთ მაგალითად, OK, 100 მმ დავაჭერთ X და გადაადგილდება 100 მმ-ზე. Y-ზე თუ დავაჭერთ, Y-ზეც 100 მმ-ზე. ანუ ეს mode-ებით შეგვიძლია გადავვრთოთ მართვის ტიპები. აი, mode-ზე გადავვრთოთ continuous mode, ანუ მუდმივად იმოძრავებს, რა დროის განმავლობაშიც ხელი გვექნება დაჭერილი. თუ mode გვექნება step mode-ზე, მაშინ მხოლოდ ბიჯებით გადაადგილდება, დიდხანსაც რო გვეჭიროს, ბიჯებით ნელ-ნელა გადავა. მოდი mode გადავვრთოთ ისევ continuous mode-ზე, შეგვიძლია ასევე ამოძრავთ. ანუ X-ი, Y-ი, Z-ი. C-ღერძი არ გვაქვს, C-ღერძი იქნებოდა მეოთხე ღერძი, მაგრამ ამ შემთხვევაში რადგანაც არ გვაქვს, ეს არაფერს არ იზამს. ახლა ქვემოთ გვაქვს 0N, ZRN. 0 return to neutral სავარაუდოდ ან რაღაც ეგეც გულისხმობს და შეგვიძლია ნებისმიერი ღერძი გავანულოთ. და თუ ჩავრთეთ და რაღაცა მოხდა ან დაეჯახა, ხო? მაინც შეგვიძლია რომ თქვა გავუშვათ და ავტომატურად 0-ში წავა. ან სამუშაოს თუ მორჩით, ხო, სანამ დანადგარს გამორთავთ დენიდან, შეგვიძლია 0N-ს დავაჭიროთ და გავუშვათ 0-ში. უშუალოდ განულების პროცესში შეგვიძლია დანადგარის გაჩერება. თუ cancel ღილაკს დავაჭერთ, ან მუშაობის დროსაც, თუ მუშაობს ან ჩარხავს, cancel-ს დავაჭერთ, გაჩერდება. მოდი 0N, ისევ გავუშვათ 0-ში. დაასრულოს პროცესი. კი ბატონო, მორჩა ყველაფერი კარგად არის. ახლა თუ გინდა შპინდელის ჩართვა, რომ გავათბოთ, ამ თავიდან სამუშაობას დავიწყებთ, დავაჭერთ შპინდელს. ეს ახლა მაქსიმალურად დაიწყებს ბრუნს.
მაგიტო შპინდელზე გვიჭერია ერთდროულად ხელი და დაბლა ჩამოვყავს. ანუ ერთხელ დავაჭერთ, აი ასე, შპინდელზე დავაჭერთ, Z-ს დავაჭერთ. სპინდელზე დავაჭერთ, Z-ს დავაჭერთ და ასე ბრუნთა რიცხვი ჩამოდის დაბლა. და ეს რიცხვი აი აქ იცვლება. სპინდელ და ბრუნთა რიცხვი ჩამოდის. თავიდან როცა ვიწყებთ მუშაობას, ეს ძალიან დაბალზე უნდა გვეყენოს. ერთი 10 წუთის განმავლობაში სამ გამოჩარღვას დავაწყებინათ, თუნდაც მარტივი პატარა რაღაც იყოს. ერთი 10 წუთი 10000 ბრუნზე უნდა ამუშაოთ და შენ შეგვიძლია 24000-ზე დავწიოთ და ისე ვაჩარქვინოთ. ახლა ეს ფუნქცია რო გამოვიყენე, როგორ უნდა მივხვდეთ შპინდელის გულისხმობს თუ რას გულისხმობს? აი აქ თუ დააკვირდებით Z-ზე, ქვეშ უწერია S-ი, ანუ ეს არის შპინდელის ბრუნთა რიცხვის პროცენტულობა. აი აქ აწერია F-ი, Y-ის ქვემოთ. F-ი ნიშნავს უშუალოდ მუშაობის დროს, ჩარხვის დროს გადაადგილების სიჩქარე. თუ ძალიან ჩქარა ჭრის, ხო? შეგვიძლია ამას დავაჭიროთ, დააკლდება სიჩქარე, ამას თუ დავაჭერთ, მოემატება. აქაც იგივენად S+ არის ბრუნთა რიცხვის გაზრდა, S- არის ბრუნთა რიცხვის შემცირება. ახლა მაგალითად კოორდინატების პოვნა გვინდა. შპინდელს ხელახლა თუ დავაჭერთ, შპინდელი გამოირთვება, გაჩერდება და მაგალითად გვინდა 0-0 კოორდინატის მითითება. 0-0 კოორდინატზე თქვა რა მივიყვანთ, სადაც გვჭირდება, Z-ზე ჩამოვიყვანოთ დაბლა. და თუ გვინდა განულება XY-ის ცალკე ვანულებთ და ეს რიცხვები აი ეგრე განულდება და Z-ის განულება აი აქ ხდება. და Z ცალკე გაანულებს. ანუ ეს არის ახლა ამაში 0-0 კოორდინატი. ანუ აქედან დაიწყებს მუშაობას. შემდგომ დარჩენად გაშვება თუ გვინდა ფაილის, ანუ ჯერ უნდა ჩავტვირთოთ, ანუ ფაილში შევალთ, ავირჩევთ ან ფლეშკაზე ან შიდა მეხსიერებაზე. მოდი ამ შემთხვევაში ეს არის ამოდროულად ისრებიც გადაადგილებისთვის. internal files მიცემთ, OK, შევალთ შიგნით, არა, ავირჩევთ ფაილს, ჩატვირთავს, თან ახასაც გვიჩვენებს როგორ ფორმას გამოჭრის და შეგვიძლია უკვე run მივცეთ. Runs დავაჭერთ, აქ გვეუბნება რა სიჩქარეებით გვინდა რომ ჭრას, სიჩქარეების შეცვლად შეგვიძლია runs დავაჭერთ კიდე და მაგალითად 500 შევიყვანთ, ან 5000 შევიყვანთ. აი აქ რიცხვები კიდე, აი აქ არის 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9 და აგერ არის 0. 500 შევიყვანეთ, OK მივეცით და 5000 ჩაიწერა. არჩენად გავაგრძელებთ კიდე, ანუ აქ OK უნდა მიმეცა, კიდე OK. შპინდელი დაიწყებს ბრუნთა რიცხვს საკრიბოს და დაიწყებს ფაილის გამოჭრას. და აქ თან ეკრანზედაც გვიჩვენებს ყველა მოძრაობას. ასე გამოჭრა. შეგვიძლია ეს დავაპაუზოთ, გავაგრძელებინოთ და შეგვიძლია დავასტოპოთ. დასტოპებისას ოდნავ მაღლა ადის, შეგვიძლია ეს შევინახოთ ეს რო გაჩერდა save break-ი ან discard break-ი. ამ შემთხვევაში discard break-ი მიცით, იმიტომ რომ აფრის შენახვა არ გვჭირდება. მოკლედ, ფაილი შეგვიძლია ფლეშკაზე შევიდეთ, შეგვიძლია შიგამეხსიერებაზე შევიდეთ. ავირჩევთ, OK-ს დავაჭერთ, ჩატვირთავს, run, OK და გაეშვება. ეგ არის ამის გაშვება. დარჩენად ახლა მენიუში შესვლა ძირითადად ოპერირებისთვის არ არის საჭირო და უფრო პარამეტრების შესასვლელად გვჭირდება. ამაზე შემდგომ ვიდეოში უფრო დეტალურად. აქ ზედა ნაწილზედაც ესენიც დიდად, ანუ ეს ცოტა advanced menu არის და აქ შესვლა ნაკლებად არის საჭირო. Repeat machining ნიშნავს პირდაპირ ეგრევე რაც უკვე გააკეთა, იმას ხელახლა გაუშვებს, რომ ანუ არ მოგვიწევს ხელახლა გააწიე, გამოწიე, ფაილში შედი და ისე მასაკენი. ან თუ გაქვს ერთ და იგივე პროდუქტი საკეთებელი, უბრალოდ repeat machining-ს დააჭერ და იგივე ფაილი გაეშვება. Advanced-ში აქ არის მაგალითად სამუშაო რაც გვაქვს, ეს კვადრატი ხომ მოვჭერთ, შეგვიძლია გადავამრავლოთ 10 ცალი 10-ზე გააკეთოს მაგალითად. Select tool work თულები ამ დანადგარზე არ გვიყენია და მის სამუშაოს გაგრძელება არის, სარკისებრად შეუძლია გადამრავლება, ფრეზი შეუძლია შეცვალოს, part work-ი ეს არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, calculate part work-ი. ეს G-კოდს გვიჩვენებს, G-კოდი ამ შემთხვევაში ეგეც ცოტა advanced ფუნქცია არის. centris პოვნის ფუნქცია დანადგარს არ აქვს. mill plane-ი არის, მაგალითად მთელი ზედაპირის მოფრეზვა გვინდა, ხო? mill plane-ში შეგვიძლია შევიდეთ, scan mill, encircle mill და შეგვიძლია გითხრათ რამხელა არეალი გადაფრეზოს. რა დიამეტრის ფრეზით და ავტომატურად დააგენერირებს G-კოდს. ადგება ახლა და ეგრევე შემოფრეზავს რა, 10 მმ-ს გააფრეზავს. 10-10. ეს საკმაოდ მოსახერხებელი ფუნქცია არის. უმეტესობა კონტროლერებს ეს ფუნქცია არ აქვს, მაგრამ და ცალკე ფაილის დაგენერირება გიწევს და ამ შემთხვევაში, რავი, შეგიძლიათ ცალკე ფაილის დაგენერირება, შეგიძლია ეს ფუნქცია გამოიყენო. Calculate work time. ეს სამუშაოს დროს, ანუ თითოეულ ფაილს რა დრო დაჭირდება, სამუშაოდ მაგის კალკულაცია შეუძლია და გვიწერს აგერ. გამოჩარხავ 1 წუთსა და 2 წამში.
კიდე რა ფუნქციები გვაქვს აქ? Scale work-ი, ანუ სამუშაოს გაზრდა შეგვიძლია. Step work-ი, არ ვიცი რა არის, მოიცა ვნახოთ step work-ი. ეს ბიჯებით შეგვიძლია ფაილის გაშვება. ეს ფუნქციაც ნაკლებ საჭირო არის. Tool switch-საც არ ვიყენებთ, იმიტომ რომ ფრეზი მარტო ერთი ცალი გვიყენი ამაზე და ხელით ხდება გამოცვლა. და break work-ი, please press enter key to continue working from searching position. ეს ანუ თუ დავაპაუზეთ რაღაც მომენტში, ხო? დავიწყეთ მუშაობა და რაღაც პროცესში და შევინახეთ, ასე რომ ვთქვათ, ის პროცესი გავაჩერეთ სამუშაო, ხო? და იქიდან შეუძლია მე გააგრძელოს. უბრალოდ აი ამ ღილაკს დააჭერ და ავტომატურად გააგრძელებს იმ ადგილით. აი ეს არის ამ კონტროლერის B57-ის კონტროლერის ოპერირების ძირითადი ფუნქციონალი.